მათ მოსწონთ თქვენი ოთახის მყუდროება და კომფორტი, თუმცა ვერ გაუგიათ მიზეზი და მრავალმნიშვნელოვნად ეძიებენ თუ რა შეა საიდუმლო. გამჭრიახი თვალი კი მალევე მიხვდება, რომ ამაში დამნაშავე ფარდებია. არსებობს თუ არა რაიმე ტენდენცია ფარდების მოდურ შერჩევაში. ამ შეკითხვაზე შეიძლება ერთმნიშვნელოვნად უპასუხოთ. არა. არავითარი ტიპიური მიდგომა. ერთტონოვან კედლებს უხდება ფარდები დაჩითული ერთფეროვანი ნაკსოვით. ფარდის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავეჯსაც. კონსერვატიული ტიპის სამუშაო კაბინეტის ან სასტუმრო ოთახის ფანჯრებს დაამშვენებს მძიმე ესპანური და მოცულობითი ხავერდის ფარდები. ახალ დაქორწინებულთათვის მიზანშეწონილია აქცენტი აქტიურ ფარდაზე. სხვა სიტყვებით, არავითარი ბადურები, ვარდები და სხვა ზედმეტი აღკაზმულობები. მხოლოდ ერთგვარი თხელი გამჭვირვალე ტილო აკრეფილი ნაოჭები. ეს უფრო გაზრდის ერთმანეთისადმი გულახდილობის მოთხოვნილებას. შემოქმედებითი და ექსტრავაგანტული პერსონების საყვარელი სამუშაო ოთახი შეგიძლიათ მორთოთ გეომეტრიულ ფიგურებიანი მსუბუქი ფარდებით. ეს შთაგონების წყაროა. ფერადი იტალიური ფარდები გაწონასწორებული და წყნარი ოჯახის სიმბოლოა. იქ ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთის ოცნებებს პატივს სცემთ. მოკლე ლამბერკენები მიზანშეწონილია სამზარეულოს ფანჯრებისათვის. ისინი დღეს ყველაზე დემოკრატიულ ფერებადაა მიჩნეული. მაღალჩინოსანთა კაბინეტებს დიდკაცურ იერს გაუმძაფრებს ლენტებითა და ფუნჯებით გაწყობილი ფარდები. აბრეშუმის ზონარებით და ყულფებით გაწყობილ ფარდებს ურჩევთ დახვეწილი გემოვნების არისტოკრატებს. მაღალჭერიანი ოთახისთვის კი ყველაზე იდეალური გობელენის ტილოებია. ასე რომ, სწორად შერჩეული ფარდები საუკეთესო საშუალებაა მხედველობითი ფოკუსით გავადიდოთ პატარა ფართობი. ხოლო თუ მაესტროს ტელერეცეპტის მიხედვით იმოქმედებთ, თქვენ სტუმარს აუცილებლად მოეწონება თქვენი ოთახის კომფორტაბელურობა.